მე ვარ ლუკა უგერლიძე, ვარ 14 წლის და მე აქ მოვედი ჩემ მეგობრებთან ერთად. მე ვარ ბათა როყვა, 15 წლის. ირეკლი ზაალიშვილი, 15 წლის. დემეტრე ჯაფარიძე, 14 წლის და აქ მოვედი მეგობრებთან ერთად. ჩემი დამოკიდებულება ჭამასთან არც ისე კარგი არის, მაგრამ არც ძალიან ცუდი არის. ვიტყოდი რომ დახო ჩუაში ვარ რა, მაინც არც კარგად რა მართ ცუდად. კვებას ძალიან სერიოზულად ვდგები, ხან სპორტსმენი ვარ, MMA-ზე დავდივარ და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვება. ვფიქრობ რომ არ ჭამ ჯანსაღად ზოგადად, მაგრამ მინდა რომ შევცვალო. ბანანი ვიცი ჯანსაღი საკვებია და გემრიელად ხშირად მიცვა ხოლმე. მაგალითად მიყვარს ხილი ძალიან, ხილზე ვგიჟდები. მე ძალიან ხშირად ვჭამ ხოლმე კვერცხს. კვერცხი ძალიან მიყვარს. ვაშლიც ვიცი რომ ჯანსაღია და ძალიან მომწონს მაგის ჭამა, მაგრამ სალთის ფურცელის ჭამა ძალიან არ მომწონს. მიუხედავად იმისა რომ ჯანსაღია, მაინც ცოტა ცუდი გემოვშენს. რომელიც ჯანსაღია ჭამ ხოლმე არის ბანანი, ახაც ბევრი ენერგიას ადლობს და მომწონს გიგოს გემოდეს და რომელიც ჯანსაღი მაინც არ ჭამ, ბროკოლი, იმიტომ რომ გემოდეს ძალიან მომწონს უბრალოდ. უფრო მეტ ჯანსაღ საჭმელს ჭამ ვიდრე junk foods. მაგრამ მაინც ძალიან ბევრი junk food-ი მომდის ხოლმე და კვირაში ალბათ ერთის ბევრია. ჩემ ოჯახს არ აქვს კარგი მიდგომა fast food-თან დაკავშირებით და ცუდ საჭმელთან დაკავშირებით, მაგრამ მე მაინც ვჭამ, აი ბურგერებს, ხორცს ხოლმე, ზეთიანს, ან რამეს ეგეც. ეს არის ხორცი და მე ამ ხორცს დავდებ მწვანეზე. ხორცი იმიტომ დავდე მწვანეზე, რომ აქვს ცილები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის. ხორცი, ესეც მწვანე, ძალიან ბევრ პროტეინს შეიცავს და ერთ-ერთი ყველაზე საჭირო რამე არის კუნთის შენება. თხილს დავდებ მწვანეზე. მე თხილს დავდებ მწვანეზე, იმიტომ რომ ნატურალურია და რაც ნატურალურია, დიდად ყოველფერს მე ვთქვი ჯანსაღად. ამ ბანანს მე დავდებ მწვანეზე, რადგან ჯანსაღია, როგორც ვიცი და ხილი არის. დედა ჩემი სულ მეუბნება, რომ ხილი არის ძალიან კარგიო შენთვისო, ამიტომაც ძალიან ჯანსაღი არისო და გადავწყვიტე რომ მწვანეზე დავდებ, იმიტომ რომ მე ძალიან მომწონს ხილი და ბანანიც. ეს არის ნაყინი და ნაყინს დავდებ ყვითელზე. ნაყინი იმიტომ დავდებ ყვითელ ზონაში, რომ აქვს შაქარი, მაგრამ ზოგჯერ შეგვიძლია ხოლმე ჭამოთ ზომიერად. ავოკადო კი ჯანსაღია, მაგრამ ჩემი აზრით გემოში რო აკლია, მაგის გამო არის ყვითელი. ქათმის ხორცი დავდე ყვითელზე, იმიტომ რომ როგორც დავაკვირდი, იგი იყო შემწვარი ქათმის ხორცი და შემწვარი ქათმის ხორცი არის ბევრი ზეთი შემწვარი და ბევრი ზეთი რადგან აქვს, ეს ცოტა არაჯანსაღთის, მაგრამ მაინც ქათმის ხორცი რადგან არის ყვითელზე დავდე. ამ გაზიან სასმელს მე ვდავდებ ყვითელზე. გაზიანი სასმელი მე იმიტომ დავდე ყვითელ ფერზე, რადგან ვიცი რომ არ არის ჯანსაღი, საერთოდ არ არის ჯანსაღი, მაგრამ მე მაინც სარგებლო და მაინც მომწონს გემო და მაინც ვსვავ. ეს არის შოკოლადი და შოკოლადს დავდებ ყვითელზე. შოკოლადი იმიტომ დავდე ყვითელზე, რომ აქვს შაქარი, მაგრამ მე მიყვარს და წითელს ვერ ვაკადრებდი. შემდეგი არის კრუასანი, რომელიც იმიტომ დავდე ყვითელზე, რომ დიად ჯანსაღი არა, მაგრამ ნახშირწყლები ბევრი აქვს და ვარჯიშისთვის კარგი არის ხოლმე. სენდვიჩს ყვითელზე. სენდვიჩს დავდე ყვითელზე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მაგაში ხორცი აქვს, სოუსები აქვს, ჩემი ცოტა არაჯანსაღს ხდის და აბალანსებს შუაში. სოსისები და სოსისებს დავდებ წითელზე. სოსი იმიტომ დავდე წითელზე, რომ ნანახი მაქვს როგორც კეთდება და მაგის მერე უბრალოდ აღარ მიყვარს სოსი. დონატები, ეს წითელი. დონატები იმიტომ დავდე წითელზე, რომ ძალიან ბევრი შაქარი და ძალიან ბევრი კალორია არის უაზრო. არაფერი კარგი არ მაქვს დონატებს. პურს დავდებ წითელზე. პური იმიტომ დავდე წითელზე, რადგან ძალიან ბევრ ცომს შეიცავს და ასუქებს ადამიანს ძალიან ადვილად და მე არ ვსარგებლობ ხოლმე პურით. ამ ყველაფერს მე, რასაც გავაკეთე, მოვიხმარ ჩემი კვების გამოსასწორებლად. ფერებად საჭმელი მე პირველად წარმოვიდგინე, ეს არავის არ მიუცლუარ და აი ეს მწვანე არის, იმიტომ რომ ჯანსაღი არის, ან ეს წითელი არის, იმიტომ რომ ცუდი არის. ამ ფერებით დაყოფას ყოველდღიურად გამოვიყენებ. ვეცდები ხოლმე რომ აი წარმოვიდგინო რომ აი ვითომ ყოფს, ვთქვათ აი მაგალითად რამდენიმე ვარიანტი მოქვს რა ვჭამო, წარმოვიდგინო ვითომ ყოფ ამ საჭმელებს სხვადასხვა ფერებად, რომ რაც შეიძლება ჯანსაღი ვარიანტი ავირჩიე. ჩემთვის ეს ფერებითი განაწილება ძალიან სახალისო იყო და ან კარგიც ჩემი ასე ვთქვათ საჭმლის გადანაწილებისთვის, რადგან უფრო მეტად დავაკვირდები ხა ჩემ კვებას და ჩემთვის საკმაოდ ახალი იყო, ადრე არ ყოფთი დიდად საჭმელს მასე, ან ჭამდი მარტო
ცილებს და ნახშირწყლებს და მე უბრალოდ რასაც მინდა ვაყოლებდი. როდესაც ნახავ მარია ქიმის შეხედულებას ჩემს გადაწყვეტილებებზე, აუცილებლად გავითვალისწინებ, იმიტომ რომ არის გამოცდილი პროფესიონალი და რას სიტყვის აუცილებლად შევიტან ჩემი ცხოვრების სტილში. მარია ქიმის რჩევებს მე აუცილებლად გავითვალისწინებ და მომავლისთვის მიუდგები კარგად საჭმელად. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებს ჩვენს გადაცემაში ჩართულობისათვის და ამ პროექტში ჩართულობისათვის. თუმცა მე მინდა ვთხოვო მაყურებელს დააკვირდეს ამ სიუჟეტებს, რამდენად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ასაკის ადამიანის მოსმენა. რამდენად მნიშვნელოვანია მუზარდების მოსმენა, იმიტომ რომ მათ ყველაზე მეტად სწორედ ეს ჭირდებათ ჩვენგან. იმისთვის რომ ოჯახმა მოусმინოს, იმისთვის რომ საზოგადოებამ მოусმინოს და შეისმინოს მათი ნათქვამი, მათი განცდები. დააკვირდით, როგორი გულწრფელები არიან ისინი და ძალიან კრიტიკულები საკუთარი თავის მიმართ. შეუნიღბავად საუბრობენ იმაზე, თუ რას აკეთებენ თავიანთი ცოდნიდან გამომდინარე არასწორად. შეუნიღბავად საუბრობენ იმაზე, რომ ხშირად არჩევანს აკეთებენ არა უბრალოდ სასარგებლოა, არასასარგებლოა, არამედ იმის სასიკეთოდ, რა უფრო გემრიელია და რა ნაკლებად გემრიელია. მაგალითად, როდესაც ისინი საუბრობენ ფუჭკალორიებზე ან შემწვარი პროდუქტების ვარგისიანობაზე, მათ გაცნობიერებული აქვთ რა არის სასარგებლო და რა არასასარგებლო. მაგალითად, ლუკას არჩევანი კვერცხი მიირთვას ან ხორცი გადაიტანონ მწვანე ზონაში, ეს არის მათი არჩევანი ინტენსიური გზა განვითარების ფაზაში. ხილთან დაკავშირებული დამოკიდებულებაც ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღებად. მაგალითად, მიუხედავად ოჯახის დამოკიდებულებისა, მიუხედავად მისი პირადი ცოდნისა, ლუკა მაინც გაზიანს ასმელებს ირჩევს, იმიტომ რომ გემოთი მოსწონს. იცის რომ არასასარგებლოა, მაგრამ იყენებს ტკბილ სასმელებს. მაგალითად, როდესაც საუბრობს ბათა იმის შესახებ, როგორ ვერ გაიმეტა წითელი ზონისთვის შოკოლადი და ყვითელ ზონაში მოათავსა, აუცილებლად უნდა უთხრა მას, რომ ძალიან ხშირად შავი შოკოლადი იმსახურებს არათუ ყვითელ ზონას, მწვანე ზონაში მოთავსებას და ეს აუცილებლად გამოსაყენებელი ინფორმაცია. ასევე მიაქციეთ ყურადღება, ერეკლე საუბრობს მწვანე სალათის ფოთოლზე. იცის რომ სასარგებლოა, მაგრამ გემოთი არ მოსწონს და ამიტომ იმეტებს ყვითელი ზონისთვის. ისევე როგორც მაგალითად დემეტრე ავოკადოსთან დამოკიდებულებაში ამბობს, რომ გემოთი არ მოსწონს. იცის რომ სასარგებლოა, მაგრამ მაინც ყვითელი ზონისთვის ემეტება. მოკლედ ეს დამოკიდებულება მათი არის დაკავშირებული გარკვეულწილად იმ ძიებასთან, რომელიც ამ ასაკს ახასიათებს. ის რომ იციან რა არის უკეთესი არჩევანი, იციან რა არის სასარგებლო, მე ძალიან მახარებს. თუმცა ის რომ საკუთარი გემოვნებით ირჩევენ პროდუქტებს, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გარკვეულწილად ეს მათი თვითდამკვიდრების ერთ-ერთი ფორმაც არის. მე მომწონს, მე მირჩევნია, მე ვირჩევ. თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ინფორმაცია, რომელსაც იმედია გაითვალისწინებენ. ცილებისა და ნახშირწყლების შეხამება ძალიან კარგია, ფუჭკალორიების თავიდანაცილება ძალიან კარგია, მაგრამ ყველა ნახშირწყალი არ გახლავთ ერთნაირად კარგად გამოსაყენებელი, მით უფრო თუ ფუნთუშეულის ან საკონდიტრო ნაწარმის ხარჯზე შევივსებთ ამ ნახშირწყლებს, გარწმუნებთ ეს არ იქნება ცილებთან კარგი კომბინაცია. ასეთ დროს ხილი, ბოსტნეული, მთლიანი მარცვლეული უკეთესი ნახშირწყალი იქნება თქვენი ფიზიკური განვითარებისათვის. ეს იყო მოკლე შეფასება იმისა, რაც მე ვნახე და მოვისმინე, ძალიან მიხარია რომ მქონდა ამის შესაძლებლობა.